თქვენ აღნიშნეთ გუშინდელ მოხსენებაშიც და დღესაც პრინციპში ეს თქვენ სამოქმედო გეგმაში დასახულია ძალიან ეფექტურად მოხდა რესპუბლიკური საავადმყოფოს, ასე ვთქვათ, COVID ცენტრად გარდაქმნა და ეს ალბათ დასავლეთ საქართველოში არის ერთ-ერთი წამყვანი საავადმყოფო კლინიკა დღეს. უბრალოდ ეხლა მე მაინტერესებს როდის შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ეს პერიოდი, ვთქვათ, ის დრო როდის დადგება, როდესაც რესპუბლიკური საავადმყოფო უკვე სრული სახით, ვთქვათ, შევა ექსპლუატაციაში, ეს ერთი შეკითხვა. მეორე, ბიუჯეტთან დაკავშირებით მაინტერესებს მიმდინარე წელს ჯერჯერობით ძალიან რთულია პროგნოზის გაკეთება, მაგრამ თქვათ ბიუჯეტი გვაქვს ჩვენ დაახლოებით 328 მილიონზე გადასახადებზე დაგეგმილი, ანუ ხარჯი გვექნება ჯამში 328 მილიონი. თუ ვინიცობა რომ მოხდა ისე რომ შემოსულობების ნაწილში გვექნება პრობლემა, თუ არის მოსალოდნელი რომ თქვა ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით დაბალანსდეს ეს ასე ვთქვა დეფიციტი, რაც იქნება ბიუჯეტში, ეს ერთი. მეორე შეკითხვა და მესამე ზოგადად ეს უფრო ჯანდაცვის სფეროს საკითხია, მაგრამ თქვენ ვინაიდან მთავრობის თავმჯდომარე ხართ, ამ შემთხვევაში თქვენ შეგეკითხებით. ჩვენ დაახლოებით ვარსები 2 წელია დავიწყეთ პროგრამა საზღვარგარეთ მკურნალობის. მე მგონი 15,000 ლარამდეა, ხო, დაფინანსება. 25-ზე, ხო, 25-ზე. და აქ იყო გასულ წელს რამოდენიმე ადამიანი იყო და ძალიან მიესალმა ამ პროგრამას ეს ხალხი და ძალიან დიდი მოთხოვნა ამ პროგრამაზე. და თუ არის მოსალოდნელი, თქვა, საჭიროება თუ დადგება იმისი, რომ თქვა ეს თანხა განცოდა რომ გაიზარდოს მომავალ წლებში, აი საზღვარგარეთ მკურნალობასთან დაკავშირებით. ეს იყო სამი შეკითხვა, მეტი არაფერი. მადლობა.